ავარია. მოგესალმები და მადლობა რომ მოხვედი. იმიტომ რომ ეხლა არის მართლაც ახალი ეტაპი დამეთანხმებით, ცხადია, ახალი მორიგი ბრძოლის ეტაპი და აი შენ როგორც ახალი პოლიტიკური გუნდის ახალის ერთ-ერთი ლიდერი, შენი ხედვა როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რას ფიქრობ? აი მე ჩამოვთვალე, რამდენიმე პრინციპში ეს არ არის, კიდევ არის რაღაცები, რეალურად რამაც უკვე დაიწყო თითქოს მუშაობა ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ. აი რა რეალობა დადგება, რას ელოდები და როგორი უნდა იყოს ბრძოლა დღეიდან? დიახ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, შესაძლებლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ქართული ოცნების მხრიდან ქვეყნის რუსეთიზაციის ცდილობის თვალსაზრისით, თუნდაც ბელორუსიად ქცევის ცდილობაც დავარქვათ, ერთი და იგივეა, ერთი სიტყვით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და იდგმება, ვხედავთ ივანიშვილის მხრიდან, რომ მთლიანად შევიდეთ სახელმწიფო თავისი ხალხით რუსეთის გავლენის სფეროში. მიუხედავად ამისა, ჩემის აზრით ძალიან დიდი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა თავშივე ბიძინა ივანიშვილმა, რის შედეგადაც ის იმკის და ძალიან მალე საბოლოოდ გაფორმდება ეს როგორც შეცდომა მისი და გამარჯვება როგორც ხალხის. მან არ გაითვალისწინა, თავარი არ გაითვალისწინა, რომ ამ ქვეყანაში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, ეს ხალხი არ ცხოვრობს იზოლირებულად, ხალხი რომელიც მის მორჩილებაშიც კი არის უწევთ, არ უნდა სხვა საკითხია, მათი მეზობლების, მათი თანამშრომლების, მათი კურსელების, კლასელების, არ ვიცი, ოჯახის წევრების, ნათესავების აზრის გათვალისწინება. სულ ერთი არ არის ამ ადამიანების აზრი მათთვის. და მით უმეტეს ის რაც ხდება უკვე დღეს დილიდან მოქალაქეების მხრიდან როგორი პროტესტია ქართული ოცნების წევრების მიმართ და ამ რეჟიმის მიმართ, ხო? და ეს ალბათ შეუქცევადი იქნება ეს პროტესტი. აი შენ როგორ ფიქრობ ასე? აი ამ აქეთკენ მიმყავს დიახ, სულ ერთი არ არის და ვერ არის და ამ ყველაფერს ცხადად ხედავთ ჩვენ რაც ხდება. ეს ხო დაგეგმილი არ არის, ეს არის ხალხის პროტესტი. და თუკი ხალხმა ადრე იცოდა კრებსითად და ნაწილმა ხალხისა და მეორე ნაწილი განსხვავებით 3 თვის წინანდელ პერიოდთან არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული თუ რა არის ივანიშვილი და რა საგარეო პოლიტიკური კურსის მოტფიალია ეს ადამიანი, ხო? და კრებსითად იცოდა ვინ არის ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე მოღალატე მტერი, ხო? დღეს უკვე სახელობითად იცის ხალხმა. ძალიან და აი ამ სოციუმში როდესაც კონკრეტულად იცი 84 ადამიანის სახელი და გვარი, შეუძლებელია ამან შენ არ შეგიქმნას განგრძობადი დისკომფორტი. ვინაიდან ეს ხალხი, როდესაც გახდა დეპუტატი ივანიშვილის ქოლგის ქვეშ, არ გამختარა ამ ქვეყნის სიყვარულის გამო დეპუტატებად არ გამختარა, გახდნენ რაღაცა სოციალური მდგომარეობის მოსაპოვებლად, სოციუმში ადგილის დასამკვიდრებლად და ისინი არ ცხოვრობენ, ვერ ცხოვრობენ ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების სტილით. ანუ ვერ ცხოვრობენ იზოლირებულად სადღაც. ეხლა უფრო გაუჭირდება იმ სტილით ცხოვრებაც კი რა, ცხოვრების სტილითაც აქამდე ცხოვრობდნენ, სანქციები რო წამოეწევათ. დიახ, ახაც გადავალთ, გეთახმები, ვერ იცხოვრებენ, რომც უნდოდათ ივანიშვილის ცხოვრების სტილით. რამდენიმე სასახლე აშენებული აქვს, ციხესიმაგრედ ქცეული და იქიდან არ გამოდის, წელიწადში ერთხელ მისთვის ასე სელექციურად საპატივცემულო ადამიანის ან გასვენებაში ამ პანაშვიდზე მოვა და ეს არის მისი ცხოვრების სტილი. და ეს ხალხი ცხოვრობს ჩვენთან ერთად, უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ალბათ იმ თავის აგარაკებზე და ვილებზე, რაც აიშენეს უკანასკნელი წლების განმავლობაში, იქ გაატარონ დიდი დრო, მაგრამ უწევთ ამ ხალხს მაღაზიებში შესვლა, რაღაცა სოციალური ურთიერთობების დამყარება. და დღეს მათ ყველგან დახვდათ პროტესტი. აბსოლუტურად ყველგან მე მგონი სადაც გამოჩნდა და შესაბამისად ამ ქვეყანას გარუსება არ უწერია ამის, აი ამ კუთხიდან მინდოდა დამენახებინა საზოგადოებისთვის შეუძლებელია ვერ გავხდებით. აქ მნიშვნელოვანია რას იძახის ჩემ ქვეყანაში ჩემი კლასელი რას ფიქრობს ჩემზე. ჩემი სკოლის მასწავლებელი რას ფიქრობს ჩემზე, მნიშვნელოვანია თქვენი კარის მეზობელი რას ფიქრობს, თქვენი უახლოესი ადამიანი რას ფიქრობს. ამას დაამატეთ რა თქმა უნდა რაც თქვენ აღნიშნეთ, უპრეცედენტო დიახაც ხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან ბევრი ისტორიული მომენტი ქონია ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს, როდესაც მართლები ყოფილან ჩვენი წინაპრები, თუნდაც უახლოეს წარსულშიც ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგრამ ამ ხარისხის ხარდაჭერა ნამდვილად არ ქონია და რამდენიმე ფაქტორის
უზრუნველყოფით ივანიშვილი ცდილობდა კომფორტის ზონაში ყოფილიყო და ახერხებდა ამ წლების განმავლობაში და თავისი ხალხიც იქ ყოლოდა. ეს ფაქტორები რამდენიმეს გამოვკეთავ. პირველ რიგში იყო უბრალოდ აღშფოთება დასავლეთის ჰაეროვანი და არაფერი მის მიღმა წლების განმავლობაში რაც რა თქმა უნდა რაც ახალისებდა ივანიშვილის ქვეშ დასაქმებულ ადამიანებს და რა არჩეულს განგებაზე მოვიხსენიებ უბრალოდ იმისი განცდა რომ ამ ქვეყანაში გაგრძობადი პროტესტი ვერ შედგება და დიდი ერთხელ ორჯერ შეიკრიბოს ხალხი და ეს ხალხი წავა უკან სახლებში თავიანთ შესაბამის სახლებში ნახევარზე მეტია აქციები მიმდინარეობს და არც შეწყდება როგორც ვხედავ დიახაც არ და ვერ შეწყდება დიახაც და მესამე მნიშვნელოვანი და კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი მაგრამ ნუ თავარს გამოვყოფ ჩემის აზრით რომ პოლიტიკური პროცესები ახალგაზრდებს არ აღელვებს და 7 ძილის შესაძლებლობა მიუხედავად ყველაფრისა ქონდა ივანიშვილს და აი ამ ფაქტორებს ის იყენებდა სათავისოდ მე ახდენდა სტიგმატიზირებას მაგრამ ნუ დღის წესრიგი ჩამოენგრა ყველაფერთან ერთად ვეღარ ქმნის დღის წესრიგს ცრუდილემებს ვეღარ სთავაზობს საზოგადოებას ვეღარ გალაპარაკებთ თქვენ მე როგორც ჟურნალისტ გულისხმობ თქვენ და საკუთარი პროპაგანდისტული მანქანებიც კი ვეღარ საუბრობენ რაღაცა ივანიშვილის პროპაგანდამ შეგვიძლია ნიკავ თქვათ რომ არ იმუშავა დღესდღეობით ეს ნამდვილად ასია იმიტომ რომ განწყობა როგორიც არის და ეს განწყობა სხვათა შორის და ეს პროტესტი და ეს მუხტი დღითი დღე უფრო და უფრო ფართოვდება ხალხი სულ უფრო თამამი ხდება რაზეც მეტყველებს აი იგივე დღევანდელი დღის ქრონიკას რომ გადავავლეთ თვალი და ვაჩვენე მხოლოდ ერთი მაგალითი ეკა უბრალოდ დღის წესრიგი, მედია დღის წესრიგი, სახელმწიფო მედიის დღის წესრიგი თითიდან გამოწვეული თემებით უბრალოდ აუორთქდათ. აღარ არის, რითიც იყო გაჯერებული. მაგალითად, თუ ასაუბრებდნენ გინდოდა არ გინდოდა, ნუ მოგონილი ეფემერული რაღაცას საფრთხეებზე სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სვამდა კითხვას პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები სვამდნენ თუ არ სვამდნენ ხო მოგონილ თემებს მოკლედ ტირაჟირებდნენ დღეს კი მათ მოუწიათ აი ამ უწყვეტი პროტესტის შედეგად ისაუბრონ იმ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საკუთარი შეხედულებებით, მაგრამ მაინც ამ საკითხებზე და არა სქესის შეცვლაზე, არა LGBT, ასე თქვა თემთან დაკავშირებული გაუთავებელი საუბარი და მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი იყოს აქ ამ ქვეყანაში დაცული და ადამიანის უფლებები იყოს დაცული, თუმცა ისინი თვითონ ეს საკითხებია მნიშვნელოვანი და სხვა ეროვნული სახელმწიფოებრივი საკითხები მეორე პლანზე გადაეტანათ, მაგრამ ეს ყველაფერი მათ უბრალოდ გარდაეცვალათ, ახერხებდა საარჩევნოდაც ეკა აი ამ თემებით, აი ამ საკითხებზე საუბრით, ყველასთვის, საზოგადოებისთვის მოიცვა თავზე ყულფი და საარჩევნო დაკეთება ბევრჯერ გაუკეთებია და მე ფეხქვეშაც გამოეკრა და საბოლოო ჯამში მიწა მას გამოეცალა ფეხქვეშ და დარჩა მოტიტულებული აღარ მუშაობს არც ერთი ტელეკომპანიის პროპაგანდისტული მანქანა არ მუშაობს არ ჯეროდა სიმართლე უნდა ვთქვათ ბევრს არ ჯეროდა რომ ივანიშვილი არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ წარმოიდგინეთ ბევრი ადამიანი ვნახე და თავადაც ნახავდით ასეთ ადამიანებს აქციებზე რომლებიც ამბობდნენ სხვათა შორის რომ აი მართლა რუსები ყოფილან თურმე ესენი და ამ დრომდე კიდე არ გჯეროდაო ანუ იმ სიტყვების დასადასტურებლად თქვი რასაც ახლა თავად ამბობ ნიკა მოდი აი ვისაუბროთ არჩევნებზეც რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკოსი აღნიშნავთ იმას რომ შემდეგი ბასტიონი 26 ოქტომბრის არჩევნებია ეს არის უკვე რეფერენდუმად წოდებული არჩევნები ასეთია თუ არა თავად თქვენი გუნდის შეხედულებაც და როგორ უნდა მივიდეთ ამ არჩევნებამდე რუსული კანონის პირობებში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ამას იმიტომ რომ ბევრი ბერკეტი აქვს ხელთ ივანიშვილს რომელსაც აამუშავებს არა მარტო სამოქალაქო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ და ზოგადად კრიტიკულად განწყობილი მოხდა ძალიან მოკლედ და გასაგებად თქვა ივანიშვილი ვერ ახერხებს თავს სიამოვნებით გააკეთა მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად ძალდატანებისა, მიუხედავად ზემატყებისა, პროკურატურული მექანიზმების ამუშავებისა და სპეციალიზების, არ ვიცი, წინახაზე გამოყვანისა, ვერ ახერხებს თავს. არჩევნებს ამ ქვეყანაში ვერ აუქმებს. პუტინმაც კი ვერ გააუქმა არჩევნები იქ, მაგრამ მან გააუქმა არჩევანი.
იქ უბრალოდ არჩევნები აქვს პუტინს, მაგრამ არჩევანი არა აქვს, ხო? მართლა დემოკრატიის მოწმეალე რუს მოქალაქეს, ხო? ეხლა ჩვენი ამოცანა შევთავაზოთ ძლიერი ალტერნატიული არჩევანი საზოგადოებას. მათ შორის ყოფილ ქართული ოცნების ამორჩევლასაც, როდესაც ვიძახი ყოფილ ქართული ოცნების ამორჩევლას, ყველამ ვიცით, თქვენც იცით და თქვენი მაყურებლების ალბათ არც თუ ისე მცირე ნაწილმა 1/13 დაახლოებით ქართული ოცნების ამორჩეველი მუდმივად იყო ღიად პროდასალური კურსის მომხრე. ეს 1/13 მინიმუმ ამორჩეველი დღეს ქართულმა ოცნებამ დაკარგა. საინტერესო. და არასოდეს არ მიუბრუნდება არავითარ შემთხვევაში. არც ერთ მოკლედ ვითარებაში არ დაუბრუნდება ეს ხმა, ვინაიდან მან დაინახა რუსი ბიძინა ივანიშვილში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 7-ჯერ შემოხაზა ნომერი 51. რაც ყველაზე მიუღებელია საქართველოს მოქალაქეებს. ცდილობდა, იმიტომ რომ ნაცისფერი ზონა აღარ არის. ის ცდილობდა ივანიშვილი დარჩენილი იყო ნაცისფერ ზონაში, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, ბევრისთვის, ჩვენთვის გასაგებია და დიდი ნაწილისთვის შესაძლებელი სხვანაირად იყო და იყო, თუმცა მას მოუწია შუალედური პოზიციის მიღმა გადასვლა. და უნდა აერჩია ან შავი, ან თეთრი. დაერჩია შავი და დაინახა მისმა მნიშვნელოვან ნაწილმა ამორჩევლებისა, შენ მართლა ის კაცი ყოფილიყარ, რაზეც ძალიან ბევრი საუბრობთ. აქედან გამომდინარე ამ ფონზე მნიშვნელოვანი ძლიერი ალტერნატიული არჩევანი შეთავაზება და ასეთ შემთხვევაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მძიმე პროცესების კვალდაკვალ დამარცხდება, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი. და როგორც არ უნდა განვითარებას მე პირადად. ერთი დამატებითი კითხვა მინდა უბრალოდ ამაზე დავსვი. იგივე თემა, ჯერ არ მინდა ამაზე გადავიდე, დამატებით კითხვას დავსვამ. თუ ეს არის რეფერენდუმი, სადაც არჩევანი რეფერენდუმზე ძირითადად ხომ არის ორი პასუხი არის კი ან არა. ხო, თუ ეს არის რეფერენდუმი და არჩევანი არის რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთსა და დასავლეთ შორის. აი ამ შემთხვევაში რეფერენდუმზე შეთავაზება ამორჩევლისთვის როგორი უნდა იყოს? რაღაცა სხვადასხვა ცენტრები, მრავალი, თუ ერთი პროდასავლური ცენტრი, რომ მათთვის ადვილი იყოს არჩევანის გაკეთება. აი ამაზე დიდი მადლობა. მიუხედავად გააზრებისა, პრობლემის სიმძიმისა საზოგადოებაში, მე ვფიქრობ ჩვენთვის პარტია ახალისთვის არ არის გამარჯვების ფორმულა მაინდა-მაინც ერთი ოპოზიციური სია და ახსნი. დიახ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი თუ რატომ არის ეს უალტერნატივო, უებარი, მოკლედ გამოსავალი ვერ მივიღეთ და ვერც მივიღეთ, იმიტომ რომ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. თუმცა რაშიც ვართ დარწმუნებულები, ეკა რაც მიგვაჩნია აუცილებლად გასაკეთებლად, უნდა მოხდეს გამსხვილება პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური. ანუ ყველა მოახერხოს ბარიერის გადაწყობა. არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. ეს არ ნიშნავს ერთ სიაში მოქცევას. მე ზემოთ აღვნიშნე, რატომ არ უწერია ამ ქვეყანას გარუსებისა, ვინაიდან კულტურულ-სოციალური სპეციფიკის გათვალისწინება არ მოხდა, მე ვფიქრობ ივანიშვილის თავში ბოლომდე ქართველებისა. რაზეა საერთოდ არის. დიახ, იზოლირებულად ყოველბაში ცხოვრობს და იგივე შემიძლია ვთქვა ქართველ ამორჩეველზე, საქართველოს მოქალაქის ოპოზიციურად განწყობილ ამორჩეველზე, ძალიან სპეციფიური ამორჩეველი იყოს. ის რომ მე დღეს და ძალიან არ მინდა და ძალიან არ უნდათ, განსაკუთრებით ყოფილ ქართული ოცნების ამორჩევლებსაც, კიდევ თუ მე არასოდეს აღარ მიცემ და სოციალურად ვიცნობთ ასეთ ადამიანებს უკვე თავადაც აღნიშნეთ, მათ უნდა მივცეთ მინიმუმ ორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მაინც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჯამი იქნეს გაზრდილი, ეკა ჯამი. როგორ ხედავთ თქვენ, ქართული ოცნება ცხადია ცალკეა, ნაციონალური მოძრაობა ცალკეა და დანარჩენი პოლიტიკური პარტიები არიან ერთად, ასე ვფიქრობ. არგუმენტებით ჩემთვის არავის არ უნახავს ემპირიული მონაცემები, რომ პირველი ანუ ერთიანი სია არის წარმატების არის უალტერნატივო გარანტია. არ არსებობს მეტის ვიცნობთ ხო? ეხლა თქვენც იცნობთ ამორჩევას, მეც ვიცნობ. ამორჩეველი არ არის მხოლოდ თბილისში, მიუხედავად იმისა, მილიონნახევრიანი ქალაქია. ამორჩეველი არის დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა დასახლებებში, სადაც
სხვა ტიპის მოთხოვნებიც დგება მიუხედავად რუსული რეჟიმის გამოწვევისა. დიახ, არ მინდა რუსული რეჟიმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაცილებით კიდევ უკეთესი ხელისუფლება არ მინდა და ასეთ შემთხვევაში ან ქართული ოცნების პროპაგანდას რა თქმა უნდა, მაგრამ ქართული ეს სხვა საკითხია, რა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლის შემდეგ, რასაც განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მისი ნება, რა თქმა უნდა, ისე მოხდება თანამშრომლობა იმ პროპორციით, მაგრამ მე ვიმაჩნია მინიმუმ 2 პლატფორმა. მე პირადად 3 პლატფორმაშიც, ომოდ გამსხვილებულ პლატფორმაში, როდესაც მე დაინახავ გახარია საქართველოსთვის დამისახელებია მათაც თქვენ ცალკე. მე პირადად არ ვიცი, მე ზუსტად ვიცი, რომ პარტია ახალი უნდა იყოს იმ პარტნიორებთან ერთად, სადაც გაიზრდება ოპოზიციური ხმების ჯამი და არა შემცირდება. სადაც მოვახერხებთ ჩვენ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხმების მობილიზაციას, არა ჩვენი ლელოსთან არის მოლაპარაკებები ახალსა და ლელოს შორის შეგიძლიათ თუ არა დამიდასტუროთ. ჩვენ ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც უკანასკნელ დღეების განმავლობაში გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა რა სახეს მიიღებს და რა კონფიგურაციით მოკლედ წარსდგებით საზოგადოების წინაშე, მე ვფიქრობ ძალიან სწრაფად ეს ყველაფერი გადაწყდება და მნიშვნელოვანია რომ მივიდეთ ყველა ცოცხალი პოლიტიკოსი, ყველა ცოცხალ და ერთად ისაც აცოცხლოს, ყველა ცოცხალ ამორჩეულთან. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენს დაინახოთ, რომ პროცესი დაიწყება და პროცესი გვიკარნახებს ამის შემდეგ, რამდენად კიდევ შესაძლებელია გამსხვილება, აუცილებელია. თუმცა ხელის ჩამორთმევა ხვალე ემოციურად გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც არ მოყვება შედეგი, რომელიც გვინდა, ხო, მიზანზე შედეგზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, ხო? ნაჩქარობა, გადაწყვეტილება შეიძლება დიახაც გვინდოდეს კარგი და მივიღოთ. ვარაუდობთ, რომ აი ამით დასრულდეს პროცესი. შეგიძლიათ რომ უკვე გააჟღეროთ. მე პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ახლა რამდენიმე ალბათ დღეში ეს ალბათონი ზურაბიშვილის ოფისზე მასზე იქნება დამოკიდებული ჩვენ ხელი გვაქვს მოსაწერი ოფიციალურად პარტიაზე აწერთ ხელს ყველა პარტიას ყველაფერი მისაღებია ბოლო აბზაცი იყო განსაკუთრებული რაღაცა ცოტა ორჭოფობა შევატყვე მე პოლიტიკოსებს სადაც საუბარია იმაზე რომ აი ამ პუნქტების ხო რამდენიმე პუნქტია თითქმის 9 ნაბიჯის ანალოგიური შესრულების შემდეგ ბადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით არის თუ არა ეს თქვენთვის მისაღებინი და საუბარი იმაზე რომ აი თავშად მთავრობა იყოს არაპოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული, არამედ უფრო პროფესიული ნიშნით შერჩეული აპოლიტიკური ადამიანებიდან ამაზე ორივეზე თქვენ ძალიან პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად ერთი მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ევროინტეგრაციისთვის, არა მხოლოდ დასავლური კურსის გატარებისთვის ამ ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა ძვირფასია, არამედ ქართული დემოკრატიისთვისაც და რაც გულისხმობ ამას ოდესაც ვამბობ, ვინაიდან ამ ქვეყანაში უარსებია ხელისუფლებებს რომელიც არ ტოვებდა კითხვის ნიშანსაც კი საგარეო დასავლურ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ რბილად რო თქვა უკეთესი იმედს ტოვებდა შიდა დემოკრატიასთან მიმართებაში. ხო, ხალხი არ იყო პროდასალურად განწყობილი ადამიანი, ხედავდა მაგალითად თუნდაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მუდმივად ვაშინგტონში, მუდმივად ბრიუსელში, მუდმივად სტრასბურგში. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით ეგ კითხვები არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით იყო ბევრი პრობლემა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ დაირაზმა ხალხი და რახან შენ იყავი პროდასალური კურსის მატარებელი, რახან შენ მართლაც ისტორიული მისწრაფებების ერთგული იყავი, მოვედი და ხმამოგეცი. ხო, ეს ხო ფაქტია. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტით ორივე ძალიან დიდ მისიას ვასრულებთ. ერთი ისტორიულ მისიას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ადგილის დამკვიდრებას დასავლურ ოჯახში და მეორე ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში განცდის გაჩენას კი არა რეალურად პრაქტიკაში გატარებას, რომ მოქალაქემ ყოველდღიურად ხელშესახებად იგრძნოს, რომ მოქალაქეს ეკუთვნის სახელმწიფო, რომ თანამდებობის პირი სასამართლოში, სხვა ტიპის ხელისუფლებაში დიღაც ანგარიში ვალდებულია მასთან. ეს ყველაფერი გაწერილი ამ დოკუმენტში. და რა თქმა უნდა, ჩვენი ხელმოწერა, აი გადავდივართ, შეიძლება, იმიტომ რომ მინდა კიდე რა მოვასწრო. ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს აქვს და მე ჯერა რომ ყველა პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, ძენაწარმომადგენელი რომ ვინმე არ მოაწერს. რაც შეიძლება იცით იმ ჩანაწერს აქ საერთოდ ვერ ხედავთ პრობლემას პარტია ახალი ვინაიდან იცით ჩანაწერი რომელიც ეხება არჩევნებს ეს არჩევნები ვადაოდება არჩევნებს ეს არჩევნები ჩატარდეს
თავისუფალ გარემოში, როდესაც სახელმწიფო იქნება რეფორმირებული, მოდერნიზებული ინსტიტუტები და პარტიებს შეეძლებათ მართლაც ჩაატარონ კვალიფიციური საარჩევნო კამპანია, მაგრამ ამას ჭირდება მთელი რიგი რეფორმების გატარება, წინსწრებად მანამდე რაც გაწერილია სალომონ ზურაბიშვილის მიერ ამ გეგმაში, ხო? სასამართლო უნდა იყოს, მოკლედ, დამოუკიდებელი პროკურატურა უნდა იყოს, დობით აღჭურვილი ეს ერთი ხო? იმ იდეას რომ მთავრობა იყოს დაკომპლექტებული არაპარტიული. მე ვფიქრობ, რომ არსად ამ დოკუმენტში არ წერია. არა, ეს არ წერია დოკუმენტში, მაგრამ ამაზე იყოს საუბარი ვერბავი. ამ დოკუმენტში ქალბატონმა ზურაბიშვილმა ერთპიროვნად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს მას არც უკადრები არის საკუთარი თავისთვის და არც ხობს აკადრებს, ხო, რომ მან უნდა პრეზიდენტის საპრეზიდენტო სახელმწიფო შტო ჩემი სურვილი გაძლიერდეს, ის ჩამორთმეული უფლებები აღუდგეს მას მომავალში, მაგრამ რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონსენსუსის საფუძველზე შედეგად უნდა იქნეს აი ამ გარდამავალ ეტაპზე ქალბატონის ზურაბიშვილთან შეთანხმებით, კოორდინაციით, არ ვიცი როგორც გნებავთ აქტიური თანამონაწილეობით, მისი ცენტრში მოქცევით, როგორც გენებოთ ისე შეხედეთ, მაგრამ მისი როლი ახლა განგებამ ასე ინება. ახლა ვინმეს მოწონს ინება რომ ხელისუფლების შტო უბრალოდ რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ის ცხადად ძალიან ნათლად ჩანს ასახავს ჩვენი ქართული ხალხის ნებას და იქცა როგორც ინსტიტუციურად ასევე პერსონალურად ევროპული და ეროვნული მომავლის გარანტად. ამას ეხლა ჩვენ ზურგი შევაქციოთ ამოცემულობას არ ვიქნებით მართლები. ამიტომ ოპოზიციური პარტიების გარეშე, მათთან შეთანხმების გარეშე მით უფრო როდესაც ოპოზიციური პარტიები დაამარცხებენ ქართულ ოცნებას, ანუ წუხილი აქ არ უნდა გაჩნდეს. მაგრამ აქ გექნებათ თქვენი მოსაზრებები, როგორც მივხვდი, არ ხართ იმის მომხრე, რომ არაპარტიული ადამიანებისგან იყოს დაკომპლექტებული. მე არ მithქვამს, მე დარწმუნებული და არც მე მithქვას, არც ნიკას უთქვას, არც პარტია ახალი წამოადგენს არ უთქვას. მეცაც ვამბობ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ოპოზიციური პარტიებთან კონსულტაციის გარეშე და კონსენსუსის გარეშე არ მოხდება, ვერც მოხდება და არც იზავს ქალბატონის ზურაბიშვილი. ნამდვილად არ იზავს. ამაში მეც დარწმუნებული ვარ და ბოლო კითხვას დავსვავ და უნდა დაგემშვიდობ. რეფერენდუმი, რომელზეც გუშინ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით, საჭიროებას რამდენად ხედავთ, მაშინ როდესაც კონსტიტუციაში 78 მუხლი გვაქვს? შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ გიპასუხოთ, დრო რო არ წაგართვათ, სხვა სტუმრებიც გყავთ, ხო? კი, სალომე სამადაშვილი. ვინაიდან ვიცით რა, რომ ამ საკითხისთვის ხორცის შესხმა სჭირდება თანა ხელმოწერა, ან კონტრასიგნაცია სჭირდება ყობახიძეს ხელმოწერა. კი. გამორიცხულია, რომ მისი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე გაჩნდეს. შესაბამისად, ჩემი პირადი შეფასებით სამწუხაროდ, შემოგოწვის საბედნიეროდ ის რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა გუშინ ქართული ოცნების გამო ვერ შედგება. ხელს არ მოაწეს ყობახიძე და რატო დავხარჯოთ დრო ძვირფასი საერთო საუბარი იმაზე, რაც არ მოხდება. ნიკა, თავად არჩევნებია, ბევრჯერ ითქვა, ქალბატონ ზურაბიშვილს ეს კარგადაა გაცნობიერებული, საუკეთესო რეფერენდუმი უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ისაც ქალბატონ ზურაბიშვილმა ისაუბრა, მე პირადად გამხილავდი აი ამ პროცესს, როგორც საარჩევნო პროცესის გაგრძელებას. ნიკა, ეხლა აი წმინდა საარჩევნო პროცესზე უნდა გადახვიდეთ, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არის ხოლმე არჩევნებამდე პარტიები და ასე აპირებთ თუ არა ახალი, თუ თვლით რომ აი ეს პროტესტი არ უნდა განელდეს და საპროტესტო აქციები, მარშები, ეს უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, არეალი პროტესტის უნდა გაიზარდოს და პროტესტი, მოდი სიმართლე თქვა, აი ეს უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა ტიპის ვიდეოებით ჩვენ ვიხილეთ, ხო? მე ვფიქრობ, ანუ აი ეს უფრო შეიძლება ეფექტური პროტესტიც იყოს, ვიდრე ერთ რიგით კალენდარულ დღეს შეკრებილი 20,000 ადამიანი, ხო? თან დაუგეგმავად ხდება ხომ ეს ყველაფერი. ამიტომ ყველაფერი პარალელურად უნდა გაკეთდეს, მაგრამ იცით რა არის ჩამოყალიბებული ამორჩეველი, რაც არ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ყოველთვის ასე იყო, არის და იქნება. ჩამოყალიბებული ოპოზიციის სასარგებლოდ, უფრო დიდი ნაწილი საზოგადოების ეჭვმეპარება ამაში ახლა, ბევრად მცირე ქართული ოცნების ამორჩეველი, მაგრამ არის ხალხი, ვისთანაც მისვლა საუბარია საჭირო და ის ხალხი რუსთავის გამზირზე ვერ ჩამოდის. არის ხალხი, ვისაც უბრალოდ
გიგვირდებათ და შეიძლება ტელევიზორიც არ ქონდეს ხშირად ჩართული. ამიტომ კამპანია პირველ რიგში მოიცავს, ჩემთვის გულისხმობს, აი ყველა ადამიანთან მისვლას ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ, რომლებიც დაჯგუფდებიან, გამსხვილდებიან, უფრო ეფექტურიც, უფრო მეტი мотиваციაც იქნება. იცით, რისკს ხედავ მე ერთიან საარჩევნო სიაში ძალიან დიდ რისკს ხედავ. მე რო ვიყო დარწმუნებული, ნიკა რო იყოს დარწმუნებული, ჩვენი მეგობრები რო იყო დარწმუნებული, რომ ეს არის უბრალოდ აი უალტერნატივო გამარჯვების რაღაცა ფორმულა, არც დავფიქრდებოდით. მიუხედავად იმისა, რა მოხდა, ერთი წამით არ ვიფიქროთ. მე მიმაჩნია ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ცალკეულად, ვისაც უნდა მათთან საარჩევნო თანამშრომლობა და ბრძოლა უნდა მივიდეს და სხვა პარტიები სხვანაირად დაჯგუფდებიან. არ ვიფიქროთ არც ერთი წამი ეკა. ვიფასო მაყურებლებო, რომ მე იმიტომ ვცდილობ ასე ვისაუბრო ნაციონალურ მოძრაობასთან არ მინდა მიუხედავად იმისა, რომ 7 თვის წინ რაც მოხდა, შიდა არჩევნებს არ ეხება, სხვა ბევრი რამ მოხდა და მას გვისაუბრია. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ათასობით ადამიანისთვის 7 თვის წინათაც ნათელი იყო, რომ რუსული გამოწვევა იყო. რუსული კანონი არ იყო ჩემთვის ბოლო წვეთი, ხო? მაგრამ უბრალოდ ჯობია ბევრი მიზეზის გამო, რომ ამ პარტიამ ცალკე იასპარეზოს პარტნიორ პარტიებთან ერთად და მოიტანოს ის პროცენტი, რა პროცენტს უნდა მოიტანოს საერთო ერთ დიდ ყულაბაში და სხვა პარტიებმა გააკეთოს ანალოგიური. მაგრამ ვინც კი ახლოსაც არ იქნება, ან ახლოს იქნება ბარიერის ვერ გადალახვასთან, ეკა და ჩვენ ამას შევნიშნავთ და რომელიმე პარტია გაჯიუტდება, რომ არ იპოვოს თავისი ადგილი გამსხვილებულ პოლიტიკურ ცენტრთან, ეს იქნება სერიოზული პრობლემა და რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. ჯერჯერობით დრო არის ამისი ნახოთ როგორ დაალაგდება. მე ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმუმ კვირაში 10 დღეში უნდა გვიხილოთ იქ სადაც უკანასკნელების განმავლობაში არ გინახივართ, იქ სადაც გამარჯვებები იჭედება და ეს არის საქართველოს სხვადასხვა კუთხე, უბანი, ეზო და ასე შემდეგ, თუნდაც მარკეტები. წარმატებები თქვენს გულს და შენც ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი. რამდენიმე წამში შემოგვიერთდება სალომე სამადაშვილი, ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი. ცხადია სალომესთან მექნება მე ყველა ის შეკითხვა, რაც ეხლა არის აქტუალური, მაგრამ ანაკლიის სპორტის საკითხი, რომელიც რუსული კანონიდან ზუსტად მიღებიდან ერთი დღის თავზე გადაჭრა უკვე ქართულმა ოცნებამ და ის გადაჭრა ჩინური კომპანიის სასარგებლოდ. ეს არის ის საკითხი, რომელთაც დავიწყებ მე საუბარს. სალომე, მოგესალმებით, მადლობა რომ შემოგვიერთდი დღეს. ახალი რეალობა დადგა, შეიძლება ალბათ უკვე ვთქვათ საქართველოში, მას შემდეგ რაც გუშინ დაიძლია ვეტო და ეს რეალობა მრავალმხრივია და აი ანაკლიის სპორტის